დაიწყო მარში სახელწოდებით რეჟიმი გვწამლავს და მთავარი მოთხოვნით ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. ამ წუთებში ხედავთ, რომ ცოტა ხნით შეჩერდა ეს მარში, რადგან მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტა, საავტომობილო მოძრაობა არის გადაკეტილი, როგორც გითხარით, აქციის მონაწილეებს აქვთ მთავარი მოთხოვნა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, რადგან მათ არ სჯერათ სუსის გამოძიების, რომელიც 4 დღეში დაასრულა მდინარეძის უწყებამ და რომელმაც თქვა, რომ ეგრეთ წოდებული კამიტე გამოყენებული არ ყოფილა. საკმაოდ ბევრი ადამიანი არის შეკრებილი და ეს მარში, როგორც ჩვენც უკვე აღნიშნე, ცოტა ხნის წინ წამოვიდა ფილარმონიიდან, ხედავთ მოქალაქეებს და მთავარი რაც ქვია მარშს არის რეჟიმი გვწამლავს ამ ადამიანებს. აქვთ მთავარი შეკითხვა და სწორედ ამიტომ სჭირდებათ საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რომ გაეცეს მთავარ შეკითხვას პასუხი, რა იყო ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენეს შარშან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ისინი უნდობლობას უცხადებენ სუსის მიერ ჩატარებულ გამოძიებას. როგორც უკვე ვთქვით, ამ აქციაზე არიან სამოქალაქო აქტივისტები, არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამ წუთებში მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. შეგვიძლია პოლიტიკოსებსაც გავესაუბროთ, ხედავ გიგა ლემონჯავას, რომელიც მიუყვება ამ მარშს და რამდენიმე შეკითხვას დაუსვამ. ბატონო გიგა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით, ჩვენ ამ 5 დღის განმავლობაში რაც ვნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები შს მინისტრების მხრიდან და ეს პროპაგანდა, რომელიც აამუშავეთ BBC-ს წინააღმდეგ და დღეს ჩატარებული ბრიფინგის სუსში, თუ შეიძლება ეს ვინმე დაიჯეროს. ამ თემაზე პროპაგანდა ვერ მუშაობს. ბოლო 5 დღის განმავლობაში ცოდვილობს რაღაცას რეჟიმი. 1000 ურთიერთგამომრიცხავ გზავნილ გავრცელებს სინამდვილე არის ერთი. რომ დიდი ალბათობით ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ქიმიური იარაღი მარტო იმ ხალხის წინააღმდეგ კი არ გამოიყენა, ვინც რუსთაველზე აპროტესტებდა ამ ქვეყნის გარუსებას, გამოიყენა იმ მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც რუსთაველის გამზირის ახლოს ცხოვრობს და გამოიყენა იმ ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც სწავლობენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. იმიტომ რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რჩება სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის შენობის ფასადებზე. ამაზე ივანიშვილმა უნდა აგოს უმკაცრესი პასუხი. ეს არის საერთაშორისო ზონის დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ ვითხოვთ მიუკერძოებელ მაღალ პროფესიულ საერთაშორისო გამოძიებას. დღევანდელი შეკრების სლოგანი სწორედ ეს არის: რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. პირადად ჩემთვის BBC-ს ფილმში მოყვანილი დოკუმენტები, მტკიცებულებები და რაც მთავარია, ქართული ოცნების რეაქცია ამ ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს ამ თემაზე. სოფლიოს ამ არეალში ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ არის უპრეცედენტო შემთხვევა და ამაზე პასუხისმგებელი არის ერთი კაცი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც და ასევე მორალურად ეს არის დანაშაული, რომელზეც პასუხი უნდა აგოს მან, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ესეთი ტიპის სიგოროტეზე და ამ ქვეყანაში ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს მარტო ბიძინა ივანიშვილი. მადლობა, გიგა ლემონჯავას უსმენთ, როგორც ხედავთ, პოლიტიკოსებიც არიან ამ აქციაზე და მთავარი მოთხოვნა არის ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. ნიკუშა ფარულავას გავესაუბრებით. ნიკუშა, დღევანდელი მარშის მთავარი მოთხოვნა აქციის მონაწილეების არის ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. გითხარი, აი სწორედ რამ შეიძლება გასცეს ამ მთავარ შეკითხვას პასუხი? ხო, ერთადერთი რამ არის მთავარი, ხო, ყველა დონეზე რო შევხედოთ, აი ადამიანებისთვის ყველაზე მარტივად და ჭეშმარიტად გასაგები რო იყოს, თუ მართლები არიან, თუ სიმართლე მართლხარესაა, თუ ის რაც ილაპარაკეს ბრიფინგზე დღეს, სუსის ბრიფინგზე, რომ თურმე ეს კამიტი არ ყოფილა და ის ნივთიერებები არ არის რაღაც აკრძალული და ნებადართულია და ასე შემდეგ, ხო? თუ ამ ყველაფერში სიმართლე დევს, მოიწვიოს საერთაშორისო გამოძიება, მინიმუმ იმ ადამიანებისთვის მოიწვიო, ვინც დღეს შეშინებულია და იციან, რომ 100,000-ობით ადამიანი იდგა ერთი წლის რუსთაველზე, არა მარტო ისინი, არამედ გარშემო მცხოვრები ადამიანები, ბაღების მოსწავლეები, სკოლების მოსწავლეები, თანამშრომლები, მასწავლებლები, ამ ადამიანებს სიმშვიდისთვის ჭირდებათ ერთი რამ. ყველაზე სანდო გამოძიება ჩატარდეს, სანდო ინსტიტუციამ მიცეს ამაზე პასუხი, რომ კი, ეს იყო დასაშვები და არ იყო საშიში თქვენი ორგანიზმის და ჯანმრთელობის. ოღონდ აქვე კიდევ ერთი და მთავარი. ასევე თუ ესეთი მართლები არიან, სად არის საჩივარი BBC-სთან დაკავშირებით და სად არის დოკუმენტები?